მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. Სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. სტიქიად გადაქცეული დიდ თოვლობა. რა ვითარება გურიაში და აჭარაში, გთავაზობთ სიუჟეტს. ირაკლი კობახიძე დასავლეთ საქართველოში დიდ თოვლობის გამო წარმოქმნილ პრობლემებზე შეკითხვებს თავს არიდებს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურა გარემოს ეროვნული სააგენტო ჯერ კიდევ 18 თებერვალს გვაფრთხილებდა მოსალოდნელი დიდ თოვლობის და უამინდობის შესახებ, მოქალაქეები ამბობენ, რომ სახელმწიფო უამინდობას მომზადებული არ შეხვდა და დიდ თოვლობა სტიქიად გადაიქცა. გურიის და აჭარის მაღალმთიანი სოფლების ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. როგორც ტელეკომპანია გურიის ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე გვეუბნება, მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრია, ხოლო ქალაქში 1 მეტრზე მეტი. ამავე ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გურიის სოფელ კონჭკატში დიდ თოვლობის შედეგად 1 პირი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით პირი მაშინ დაიღუპა, როდესაც მეზობლის სახლის სახურავის გადათოვლას ცდილობდა. პარალიზებულია ყველა სოფელი, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, არ არის გაზი, არ არის წყალი. ამას ვამბობ მაღალმთიან სოფლებში. სამწუხაროდ კონჭკატში მოხდა უბედური შემთხვევა, როცა მეზობელთან გადავიდა მეზობელი დასახმარებლად სახლის გადმოსათოვლად, ჩავარდა ის სახურავი და ადამიანი დაიღუპა სამწუხაროდ შვახლის მამაკაცი. დღეს აჭარა თაიმსმა კიდევ ერთი გარდაცვლილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მედიის ცნობით გაყინული კაცი ქობულეთში სახლთან ახლოს იპოვეს. ამ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზი უცნობია. სოციალურ ქსელებში ვრცელდება არაერთი ფოტო და ვიდეო, რომლებზეც ჩანს, რომ ადგილობრივები თოვლის გამო სახლებს ვერ ტოვებენ. შეზღუდულია გადაადგილება, სოფლებში არ არის ელექტროენერგია, არც გაზი. ხოლო რამდენიმე სახლი ჩამოინგრა. მოქალაქეები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ. ეს არის ცენტრალური გზა, ანუ ცენტრალური გზა ნიშნავს იმას, რომ ყველაზე ნაკლები თოვლი არის, ანუ ყველაზე ნაკლებ სოფლში კიდე იგულისხმება მეტრა და 35 სანტიმეტრი. ჩვენ ზემოთ არის კიდევ სხვა სოფლები. ოხოჯური და 12 და რავი ძალიან ბევრი სოფელია, სადაც ალბათ მეტრანახევარს საგრძნობლად გაცდა თოვლი, შეიძლება 2 მეტრამდე თოვლიც არის. არ ვიცი აქვს თუ არა გენერატორები, მათთან კომუნიკაცია არ მაქვს, ანუ სოფლის რაღაც ნაწილთან არ მაქვს კომუნიკაცია, არ მხვდება მათი პოსტები და არაფერი ვიცი მათ შესახებ. ვეძებთ გამგებელს, კითხულობთ ჩვენ თვითონ სადაა, რამე ხო არ უჭირთ, როგორ არიან, იქნება რამე დახმარება უნდათ. და არ ვიცი, ვერ პოულობთ. 4-5 დღეა ჩამოსული ვარ და რო ჩამოვედი 2 დღე შუქი არ იყო. მე გამოცხადებულის იყო ძლიერი თოვლები და მე პირადად ვიცოდი, რომ იყო თოვლი მოსალოდნელი და პირადად მე მომზადებული შევხვდი რა. ეხლა ამას და რაღაც საკვები რაღაცა მოვიმარაგეთ. მაგრამ ეს ბოლო 2 დღე ისეთ ინტენსიურად თოვს, რომ ეხლა დღე ჭიშკრამდე ვცადე გასვლა და ვერ გავედი. აი 1 საათი მომდირო ჭიშკრამდე გზა გამეთოვლა. შიდა გზები არის გაუთოვლელი და უბრალოდ ტრაქტორებმა რო გაიარო, ჩაიაროს, ცოტა გზა კიდე გაიხსნება, რომ ხალხი გავიდეს. რა მოიმოქმედა სახელმწიფომ დიდ თოვლობის დაწყებიდან მე-6 დღეს. ქართულ ოცნებაში თქვეს, რომ დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. სახელმწიფოს რეაგირების ფონზე დაზარალებულების დასახმარებლად მოქალაქეები ერთიანდებიან. სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი მოხალისეები გურიისთვის. მოხალისეთა ნაწილი გურიაში დაზარალებულების დასახმარებლად მიდიან, მათ შორის ახალციხიდანაც. მეც რა თქმა უნდა ჩვენი კუთხიდანაც გამოვთქვი სურვილი, რომ წავიდე და მეც ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში. ამიტომ შევეხმიანე ადამიანებს, ორმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი. როგორც აღმოჩნდა, არ აღმოჩნდა სახელმწიფო სტრუქტურები შესაბამისად მზად ამ აღნიშნული სტიქიისთვის. უკვე მე-6 დღეა დღეს, რომ ასეთი სიტუაციაა. როგორია სახელმწიფოს როლი მსგავსი უამინდობის დროს, იმის გათვალისწინებით, რომ ამინდის გაუარესების შესახებ იგივე სახელმწიფო ინსტიტუტები ავრცელებდნენ ინფორმაციას. გვესაუბრება აგროგარემო TV-ს დირექტორი ნუგზარ სუარიძე. ხელისუფლება იწყებს ხოლმე ძირითადად პრიორიტეტული
რაღაც მიმართულებების გაწმენდას, ეს არის ქალაქები, მუნიციპალიტეტები, სადაც უფრო მეტია დასახლება, თუმცა რა თქმა უნდა არ აქვს გარკვეულწილად ამისთვის არ ხდება წინასწარი მზადება და საოცარია, როდესაც გურიაში 2 მეტრიან თოვლს ვარქმევთ სტიქიურ უბედურებას. ეს არის ჩვეულებრივი სტიქიური მოვლენა. აქვე აღნიშნავ, რომ სახელმწიფომ 2021 წელს მიიღო კლიმატური ცვლილებების შესახებ სტრატეგია, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ კლიმატური ცვლილებები ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც სწორედ ესეთ არაპროგნოზირებადი ამინდების ასე ვთქვათ, გავლენის ქვეშ გვამყოფებს. თუმცა კიდევ აღნიშნავ, რომ ეს აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო და წინასწარაც იყო ამის შესახებ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ალბათ ხელისუფლება ცოტა მეტს უნდა დაფიქრდეს არა deep state-თან ბრძოლაზე, არამედ უბრალოდ ჩვეულებრივ ბუნებრივ მოვლენებთან გამკლავებაზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში თოვა კიდევ 3 დღე გაგრძელდება. ჩვენ გვინდოდა უწყებიდან დამატებითი ინფორმაციის მიღება, თუმცა აქ ჩვენ ზარებს არ პასუხობენ. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი გურიასა და აჭარაში ძლიერი თოვა 20 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ სტიქიის ზონაში მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილია. რამდენ აბონენტს აქვს შეზღუდული ელექტროენერგიის მიწოდება? კითხვებით ენერგოპრო ჯორჯიას დაუკავშირდით. მათ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგია შეზღუდვით დასავლეთ საქართველოს 8%-ს მიეწოდება. სოკარ გაზ კომპანიაში გვეუბნებიან, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვა რამდენიმე უბანზეა. კონკრეტულად რამდენ აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, კომპანიიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. ამავე წყაროს ინფორმაციით სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში, რათა გაზის მიწოდება აღდგეს. დიდ თოვლობის გამო 23 თებერვლიდან შეწყვეტილია დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი და მომავალი მატარებლის რეისებიც. საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვინც ამ პერიოდში ბილეთები შეიძინა, თანხას უკან დაიბრუნებენ. ასოთხი წელი გავიდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს გამოაცხადა. საბჭოთა ოკუპაციის 104 წლის თავთან დაკავშირებით დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. ახალციხეში უწყვეტი საპროტესტო აქციის 42 დღეს 104 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს. 25 თებერვალი ჩვენი საქართველოს ისტორიის ძალიან ტრაგიკული დღეა. და არასოდეს დავივიწყებთ. სამწუხაროდ დღესაც გრძელდება რუსეთის ოკუპაცია, მაგრამ აი ჩვენი სიმტკიცით, ჩვენი ერთობით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, აღარ დაუშვებთ საქართველოს გარუსებას. მე დღეს იმიტომ გავარა აქ, რომ 1921 წელი არ დაბრუნდეს საქართველოში. გვახსოვს ყველას ის წლები და მე აღარ მინდა იმ საბჭოთა კავშირში დავბრუნდე და ეგრე ევროპის დროშაც მაქვს მოკლილი და მინდა რომ მე ჩემი მომავალი ჩვენი საქართველო იყოს ევროპაში. წინ ევროპისკენ. სტუდია ვაშინგტონში გთავაზობთ თუ როგორ აფასებენ ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ მიდგომებს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ჰარტმუტ კიუთერი ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში გაიზარდა და გერმანიის გაერთიანების შემდეგ ხის გადამამუშავებელი წარმატებული ბიზნესი წამოიწყო. ათწლეულების განმავლობაში ის ცენტრის მემარჯვენე ქრისტიან დემოკრატებს უჭერდა მხარს. ეს ყველაფერი 2015 წელს შეიცვალა, როცა მაშინდელმა კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიაში მილიონზე მეტი მიგრანტის მიღების გადაწყვეტილება მიიღო. კიუთერი ახლა იმიგრაციის მოწინააღმდეგე ალტერნატივა გერმანიისთვის პარტიის წევრია. ეს მხოლოდ მუქკანიან ხალხს შეეხებოდა, რომლებიც არც ისე სასიამოვნონი იყვნენ, არც თავაზიანები და არც ისეთები, როგორებიც მე მინდოდა რომ ყოფილიყვნენ. პატივისცემა უნდა გამოიჩინო. ისინი კი ამას საერთოდ არ აკეთებენ. პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ამომრჩეველთა უკმაყოფილებას იმიგრაციასთან დაკავშირებით თავისი პოლიტიკური კამპანიისთვის იყენებს. გამოკითხვების მიხედვით არჩევნებამდე იგი რეიტინგით მეორე ადგილზეა 21%-ით. ჩემი მიზანია ამ უკანონო მიგრაციის შეჩერება.
ბოლო დროს გერმანიაში მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმებმა, მათ შორის მიუნხენში, საიმიგრაციო პოლიტიკაზე დებატები კიდევ უფრო გაამწვავა. ალტერნატივა გერმანიისთვის პარტიას მხარდაჭერა მილიარდერმა ბიზნესმენმა ელონ მასკმა გამოუცხადა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირეა. პარტია შიდა უსაფრთხოების სამსახურის დაკვირვების ქვეშაა, როგორც შესაძლო ექსტრემისტული ორგანიზაცია. ანალიტიკოსი სარა ვაგნერი ამბობს, რომ არჩევნებში მთავარი თემა იმიგრაციაა. ეს არის პირველი საკითხი, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს ამომრჩევლის არჩევანზე. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კი ეკონომიკის მდგომარეობაა. ხალხი ახლა გაცილებით დიდ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, ვიდრე ბოლო 2021 წლის არჩევნების დროს. ეკონომიკურმა საკითხებმა ნოემბერში სამპარტიული კოალიციის დაშლა გამოიწვია. ამჟამინდელი კანცლერის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ოლაფ შოლცი ვალის გაზრდას გეგმავს ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებლად და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ფრიდრიხ მერცი, რომელიც გამოკითხვებში 29%-ით ლიდერობს, მეტი ვალის აღებას ეწინააღმდეგება. გერმანიის ეკონომიკა ახლა ევროკავშირში ბოლო ადგილზეა. ჩვენ ვართ ბოლო ადგილზე. მერცი სავარაუდოდ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, მაგრამ უკვე გამორიცხა პარტიასთან ალტერნატივა გერმანიისთვის კოალიცია. ამან კრიტიკა გამოიწვია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსისგან, რომელმაც პარასკევს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ხალხის ხმა მნიშვნელოვანია. მერცმა ვენსი გერმანიის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენს ვებგვერდს TokTV.gi და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.